თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. თავდაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს. ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა კი ბრალს არ აღიარებენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე და აღნიშნულში დახმარების ფაქტზე სამ პირს წარუდგინა ბრალდება. კერძოდ ეს მოხდა 2023 წელს იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხაინდრავა, შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ღუდუშაური და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ნათესავი ვასილ მხეიძე. ვინაიდან არსებობდა სხვადასხვა ინტენსივობით მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმავლის საფრთხეები, ბრალდების მხარემ იშუანდროლა თითოეული ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით შუანდროება, რაც სასამართლომ სრულიად სამართლიანად დააკმაყოფილა. პროკურატურა ითხოვს პატიმრობას, ჩვენ რა თქმა უნდა მოვიხოთ არასაბაგირო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. თავად ბრალდებულის ინტერესებთან გამომდინარე, გამოძიების ინტერესებთან გამომდინარე, თუმცა მოგვიანებით არ გამოგიწყობდა უხეშად უნდა ვისაუბრო საქმის კონკრეტულ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ასევე ცნობილია, რომ პროცესზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოდგენილი ეყოლება გამომძიებელი არსენ ყუნაშვილი. ცნობისთვის დაკავებულებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით არის აღწრული. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ლიეტუამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესდა. აღნიშნულ პირებს ლიეტუაში შესვლა ეკრძალებათ. უფრო კონკრეტულად ლიეტუის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით სანქციები დაუწესდათ მოსამართლეებს, პარლამენტის წევრებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. საერთო ჯამში ლიეტუის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგად სავიზო შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნული მოვლენის ფონზე ოპოზიცია ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. მათი თქმით, საქართველოს სრულად არის გამოთიშული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. დასავლეთის მიერ სანქციებული ხელისუფლება გუშინ ჩინეთში გაიძურწა. ლიეტუამ ნახეთ, რომ გააფართოვა სანქციებულ პირთა სია, რომელიც აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, არამედ უკვე შეიცავს მოსამართლეებს, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს და სხვადასხვა წრეებს. პარტია, რომელიც საკუთარ ამორჩეულს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სვლას პირდებოდა, დღეს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად არის აღიარებული როგორც კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ძალა. იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ადგილი აქვს ისტორიული მასშტაბის ძვრებს, ახალ სამშვიდობო შეთანხმებებს და ახალი ტრანზიტული გზების ფორმირების პროცესს. საქართველოს სრულად არის გამოთიშული ყველა მნიშვნელოვანი და დადებითი პროცესიდან. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არის თუ არა რუსული საქმე? ან ვალდებულებების შესრულება არის თუ არა არ შესრულება არის თუ არა რუსული საქმე? გავრილოვის საჯდომის ჩადება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო თუ არა რუსული საქმე? ბურთი არის გადმოგდებული მათ ნახევარზე. 4 მილიონ ქართველს ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობარი ორბანი. 15 კაცის დასანქცირება ან 4 მილიონის. ეს არჩევანი გაკეთებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მთელი მავნებლობა ივანიშვილის, მთელი პოლიტიკური სტრატეგია მდგომარეობს, არც ევროკავშირი უნდა, არც ამერიკის პარტნიორობა უნდა, მაგას უნდა, რომ რაც შეიძლება იაფად საქართველოს გადააქციოს მის უკანა გოსტნად და ეზოთ. ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ყურადღებით საქართველოს მოქალაქეები, რომ ამ მავნებლობის ფასი გადაიხადოს მხოლოდ ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ და წარმოუწიოს საქართველოს მოქალაქეს ამ ფასის გადახდა. საქართველოს მოქალაქის მიერ ფასის გადახდა იქნება თუ ვიზავი ლიბერალიზაციაში გაუჩერებენ ვიზო მიმოსვლას და ქართველების დეპორტაციას დაიწყებენ ევროპიდან.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ განხეთქილება. ამ დროისთვის საარჩევნო პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას გეგმავენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის. დიდი ხანია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს ქართული ოცნება სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს და ამ პროცესს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს. ასევე ისინი კრიტიკულად არიან განწყობილი წინა საარჩევნო პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებითაც. რას ამბობდა ლელო და რას ამბობდა გახარია არის მეორე ნიშნობის მატარებელი, მეორე ხარისხოვანია. ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდოდნენ რუსული სპეცოპერაცია. ხშირად ჩვენზე უფრო მძიმე რიტორიკა ქონდა ლელოს წარმომადგენლებს. ამბობდნენ, რომ ეს ბრძოლის ღალატია, ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში დარჩა პუტინის თამაშს თამაშობს. ყველაფერი გადათქვეს. ამბობდნენ, რომ ლეღვის ფოთოლი იქნება, ვინც ასეთ პირობებით შევა. შესაბამისად, ახლა რას ამბობდნენ და რას არ ამბობდნენ და ნეიტრალურ კანდიდატს დააყენებენ თუ პარტიულს, არის მეასე ხარისხოვანი. უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. რუსული ტელეგრამ არხების ცნობით 29 ივლისს ღამეს რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ სალსკს თავს დრონებით დაესხნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იურის ლიუსარმა დაადასტურა. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა 4 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიციის ინფორმაციით შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ სათამბჯენში გახსნა, რის შედეგადაც 3 სამოქალაქო პირი და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ თავდასხმელი 27 წლის შეინ დევონ ტამურაა, რომელიც გუმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიერვე განხორციელებული სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებით გარდაიცვალა. ტიშის ცნობით ეჭვმიტანელი ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ნიუ-იორკში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავტომობილით ჩავიდა.